მადლობისა საქართველო დღეს 4 დეკემბერია უყურებთ კურიერს 8 საათზე. BBC-ს საგამოძიებო ფილმის რესპონდენტთა დიდი ნაწილი უკვე გამოკითხულია, მათ შორის ჩატარებული კვლევის თანაავტორები. ვერც ერთი მათგანი ვერ ადასტურებს, რომ გასული წლის დემონსტრაციებზე აქციების დასაშლელად გამოყენებული იყო ქიმიური ნაერთი კამიტი. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხულები ამბობენ, რომ შესაბამისი დასკვნა თავად ბრიტანული მაუწყებლი ჟურნალისტებმა გამოიტანეს. უმძიმეს თუმცა დაუდასტურებელ ბრალდებებს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებენ მმართველ გუნდში. შექმნილ ვითარებაში ერთადერთ სწორ ნაბიჯად მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც კი ამ აქტორებმა იგრძნეს პასუხისგებლობა იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება არის დაწყებული, რატომღაც ყველამ უკან დაიხია და რასაც თავდაპირველად აცხადებდნენ, ახლა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს საუბრობენ. გულდასაწყვეტია, რომ ესეთი რეპუტაციის მქონე ტელევიზია ამას კადრულობს, ესეთი იაფასიანი ქმედებები არავის მხრიდან აღარ არის გასაკვირი. თავად BBC-ს ჟურნალისტური გამოძიებაც, შემდეგ ამ გამოძიების გასაჯაროების შემდეგ ოცნების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მინიმუმ ადასტურებს იმას, რომ საქმე გვაქვს რეალურ დანაშაულთან. ეს ერთი. შეიძლება გასაგებია, რომ ეს არ იყოს კონკრეტული ნივთიერება, რაზეც არის სიუჟეტში საუბარი. ამიტომ ყველაზე სწორი პოზიცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საერთაშორისო მაღალი დონის მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება. BBC-სეული გამოძიების ავტორებმა დღეს უკვე გამოძიებასთან საუბრისას ფაქტობრივად უარყვეს, რომ ისინი რაიმე სახის ამ მომწამლავ ნივთიერებაზე ლაპარაკობდნენ და საერთოდ რაიმე ქიმიური არაღზე, რომელსაც შეიძლებოდა ადამიანებისათვის გამოუსწორებელი ან თუ გინდათ რაიმე სახის ზიანი მიეყენებინა. მათი მიზანი ხო ვიცით რა არის? სანქციები, ხელისუფლების შეცვლა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა და ასე ვთქვათ, საქართველოს გამოყენება ამ დიდ ომში მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ესტონეთი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის თუ საფრთხეების გარანტიების სამშვიდობო ძალებსაც მოიცავს, ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, ისე რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა და ახლა საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატოს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. ავღანეთის ნატოს მისიაში ესტონეთის ყველაზე დიდი კონტინგენტი 150 შეადგენდა ჩვენი 1560 ჯარისკაცს, წერს შალვა პაპუაშვილი. ამერიკის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მეგობარი აქტის დამატების დაბლოკვა მოსალოდნელი იყო თვლიან ქართულ ოცნებაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაციის ინტერესებში საქართველოს დაზიანება არ შედის, რასაც ვერ ვიტყვით მის წინამორბედ სტრუქტურაზე. გამოცემა ზეჰილის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მეგობარი აქტის დამატება წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკლ ჯონსონის ინიციატივა იყო. ბოლო 3 თვის განმავლობაში სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნიმ მეგობარი აქტის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში დამატების თხოვნა უკვე მეორედ დაბლოკა. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი სწორედ იმ პერიოდისაა, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებს განაგებდა წინა ადმინისტრაცია და შემოტევა საქართველოზე მაშინაც ძალიან ინტენსიური იყო. ამოცანა იგივეა, აი ამ ვითარებაში დაპირისპირებაში საქართველოს გამოყენება საზრბაზნე ხორცად. რასაკვირველია, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს და ეს ხელისუფლება მარიონეტული ხელისუფლებით უნდა შეიცვალოს. ამას ემსახურება ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი. ეს აქტი არის დამაზიანებელი ასევე ავტორიტეტისათვის, სენატის თუ კონგრესის ავტორიტეტისათვის. ვენაში მიმდინარე უთოს მინისტერიალზე დღეს სიტყვით გამოდის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭოროშვილი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გარდა გეგმავს ისაუბროს იმ უსამართლო მიდგომებზე, რომლებსაც საქართველოს ევროსტრუქტურების მხრიდან ბოლო წლებში აწყდება. ამ და სხვა თემებს ბოჭოროშვილი კოლეგა მინისტრებთან შეხვედრების დროსაც შეეხება. პროგრამით გათვალისწინებულია საქართველოს პირველი დიპლომატის შეხვედრა უთოს გენდივანთან, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და უთოს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში. თბილისში არ გამორიცხავენ, რომ მეუთოს მინისტერიალის გამოყენება BBC-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებისთვის მოხდეს. ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
სასკოლო რეფორმასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა განათლების მინისტრმა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში. გივი მიქანაძის თქმით, ვისაც მე-12 კლასის დამთავრების სურვილი აქვს, დარეგისტრირება ყოველი წლის მარტში შესაბამისი ბადის გამოცხადებისთანავე შეეძლება. ასევე მინისტრი ამბობს, რომ 11 წლიანი სწავლება თითოეულ მოზარდს სრულფასოვან განათლებას მისცემს. მათაც 11 წლიანი ხდებათ, მაგრამ ყველა კერძო სკოლას შეუნარჩუნდება მე-12 კლასი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ხედვა, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე და არგუმენტებზე, რომ 11 წლიანი სწავლება მისცემს თითოეულ ჩვენს მოზარდს, მოსწავლეს სრულფასოვან ზოგად განათლებას. ამიტომ არ გვინდა რომ ზედმეტი პერიოდი დავაყოვნოთ ისინი სკოლაში და შესაბამისად იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მე-12 წელიც ისწავლოს, ამ შემთხვევაში ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ სისტემას. ყოველი წლის მარტში გამოვაცხადებთ ღია სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე დარეგისტრირდება და ის დააფიქსირებს თავის საცხოვრებელ მისამართს, ყველა ის კომპონენტი იქნება, რომელ სკოლაში სწავლობს, რომელ სამთავრებს, ის აიღებს 11 კლასის ატესტატს, თუმცა იმ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე ჩაირიცხება მე-12 კლასში. და კიდევ ერთ ატესტატს აიღებს. და კიდევ ერთ ატესტატს, კი ბატონო, კიდევ ერთ ატესტატს. 11 კლას დამთავრებული ატესტატი და 12 კლას დამთავრებული ატესტატი. და ერთ ადამიანს შესაძლოა ქონდეს ისიც და ისიც. თუმცა იმას ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ისეთი განათლების მიცემა, რომ სკოლის გარეთ დამატებითი სასწავლო პროცესში მონაწილეობა არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდები დაძლიოს აბიტურიენტმა. ფაქტიურად დამამთავრებელი კლასები დაცლილია მოსწავლეებისგან. ჩვენ შევთავაზებთ რას, რომ მხოლოდ იმ საგნებზე გავაკეთოთ კონცენტრირება, რომელიც უნდა ჩააბაროს ეროვნული გამოცდების კონტექსტში. და ამას ემატება ის გარემოება, რომ ჩვენ ამ პროგრამაში შემოვიტანთ ეროვნული გამოცდების წინაწლების ნიმუშებს იმისთვის, რომ აღქმადობა, განცდა, ბმა უფრო მეტი იყოს, რომ ბავშვი, როდესაც მივა აბიტურიენტი გამოცდაზე, მისთვის ის პროცესი უჩვეულო არ იყოს და მაქსიმალურად მომზადებული იყოს. განათლების მინისტრმა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა საუნივერსიტეტო რეფორმასთან დაკავშირებითაც. გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გულისხმობს 3+1+1 მოდელი. მინისტრმა დაასახელა ის ორი ძირითადი ქალაქი, რომლებიც საუნივერსიტეტო ჰაბად გამოცხადება, საუბარია თბილისსა და ქუთაისზე. მიქანაძის განმარტებით უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილება მოხდება. სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა არის აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, მიღებული სტანდარტი უკვე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, უმაღლეს სასწავლებლებში. აქ არის, რა თქმა უნდა, გამონაკლისები. ეს ძირითადად ეხება საინჟინრო მიმართულებას, სამედიცინო მიმართულებებს, რომელსაც უფრო ხანგრძლივი სასწავლო პროცესი აქვს და ჩვენ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს. რაც შეეხება 1+1 პროგრამას, თავდაპირველად ჩვენ ვამბობთ, რომ 1 წელი აგვეღო მაგისტრატურისთვის, მაგრამ სწორედ აი ამ პროცესებმა გვაჩვენა, რომ მესამე საფეხურზე, ანუ დოქტორანტურაში ჩასაბარებლად არის სტანდარტი სავალდებულო, რომ მინიმუმ 120 კრედიტი უნდა იყოს დაგროვილი. სემესტრი არის 30 კრედიტიანი, ანუ 120 კრედიტი ეს ნიშნავს, რომ 2 წლიანი, ანუ 4 სემესტრიანი სწავლება. შესაბამისად, გავყავით ეს კომპონენტი, შემოდის სისტემა 3+1 და ეს +1 არის სტანდარტული მაგისტრატურა, მათთვის ვისაც უნდა რომ მხოლოდ მაგისტრატურა დაამთავროს, ხოლო მათ ვისაც აქვს სურვილი რომ მაგისტრატურის შემდეგ მესამე საფეხურზე დოქტორანტურაში გააგრძელოს სასწავლო პროცესი, კიდევ 1 წელი უნდა იყოს. ხდება 2 ჰაბი, თბილისი და ქუთაისი. რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისსა და ქუთაისში ორივეგან იქნება ყველა ფაკულტეტი. გადანაწილება იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტებში. იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო და შესაბამისად დიდი ალბათობით, ხა წინასწარ მაინც არ მინდა რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გასავლელია. დიდი ალბათობით ეს იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგი სასწავლო წლისთვის ეროვნული გამოცდების კონტექსტში 3 დანარჩენი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს არის ილიაუნი, სოხუმი და ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს იურიდიული ფაკულტეტები ასევე, მიღებას ვეღარ გამოაცხადებენ. თუმცა ეს ფაკულტეტები არ გაუქმდება, ისინი გააგრძელებენ თავის საქმიანობას, მანამ სანამ ის სტუდენტები, რომელიც მეორე, მესამე, სანამ ხო. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ამ სტუდენტებს შევთავაზებთ კონკურსგარეშე მობილობის შესაძლებლობას.
წინასწარი პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად პირს, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნებიდან ავტომანქანების ჩამოყვანას დაპირდა, თუმცა თანხა მთლიანად მიითვისა. დაზარალებულია 70 ადამიანი. მოტყუებით მიღებულმა თანხამ კი თითქმის 5 მილიონი ლარი შეადგინა. მისი დიდი ნაწილის დამალვა ბრალდებულმა კრიპტოვალუტის რამდენიმე ათეულ არარეგისტრირებულ ანგარიშზე სცადა. მასზე ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთპირს ბრალდება წარუდგინა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მათი უკანონო წარმოშობის დაფორმის მიზნით ბრალდებულმა თანხის ნაწილი საკუთარ კრიპტოვალუტის ანგარიშზე განათავსა, საიდანაც თანხები გადარიცხა და დაანაწევრა კრიპტოვალუტის რამდენიმე ათეულ არარეგისტრირებულ ანგარიშზე. ენერგომომარაგება გაუმჯობესდა მთიულეთში. დუშეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა მაღალი ძაბვის 10 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია, გაკეთდა ახალი ელექტროგადამცემი ხაზებიც. დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორები, მხოლოდ დუშეთის ქსელის რეაბილიტაციისთვის. ამისთვის ენერგოპრო ჯორჯიამ 1,5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია ჩადო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაახლოებით 20 კილომეტრის 20 კილომეტრ საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს, შეიცვალა ძველი დაზიანებული ხის საყრდენები ახალი რკინაბეტონის საყრდენებით, ასევე მოხდა საკაბელო ჩანართები და ქსელში დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორები. მოსახლეობას გაუმჯობესდება ძაბვის ხარისხი და მიეწოდება სტაბილური ელექტროენერგია. ასე იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება. მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ დროებით. დროებით ანუ